ღირსი სილუან ათონელი მონასტრის იკონომოსის შესახებ. ბევრი მონაზონი ამბობს, იკონომოს ლოცვის დრო არა აქვს და იგი სულის მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს, რადგან მთელი დღე ხალხში ყოფნა უწევსო. მაგრამ მე გეტყვით, თუ ადამიანები ეყარება და თავის მუშებზე იფიქრებს, უყვარს ღმერთს თავისი ქმნილებაო, უფალი მისცემს მას მოუკლებელ ლოცვას, რამე თუ ყოველივე შესაძლებელია ღვთისათვის. იკონომოს უნდა უყვარდეს და ებრალებოდეს თავისი მუშები და უნდა ლოცულობდეს მათთვის. უფალო სიხარული მიმადლე ამ საწყალი ადამიანების მწუხარე სულებს. მოუვლინე მათ ნუგეშინის მცემელი სული წმიდა შენი. მაშინ იკონომოსის სული ისე იცხოვრებს, თითქოს მშვიდ უდაბნოში იყოს. უფალი მისცემს ლოცვისას ლმობიერებასა და ცრემლებს. სული წმიდის მადლი ხელშესახები გახდება მასში და სული ცხადად იგრძნობს ღვთის შეწევნას. ერთხელ ჩვენთან ასეთი შემთხვევა მოხდა. მონასტრის იკონომოსი მუშას საქმეზე აგზავნიდა, მაგრამ მას გამოუცდელობის გამო არ სურდა წასვლა. იკონომოსმა უთხრა წადიო, მუშა გაბრაზდა და მთელი იქ მყოფი ხალხის თვალწინ 40 კაცი იქნებოდა, იკონომოს ძაღლი უწოდა. იკონომოს შეეცოდა მუშა, მისცა ჩაი და შაქარი და უთხრა, ყოველთვის ძაღლი დამიძახეო. მაშინ მუშას ისე შერცვა, რომ გაწითლდა და ამის შემდეგ ყველაზე მორჩილი გახდა. აი ასეთი კარგია სიყვარულით ცხოვრება. მაშინ უფალი შეეწევა ადამიანებს თავისი მადლით და აძლევს მხურვალე ლოცვას კაცთათვის. მაგრამ თუ იკონომოსი გაღიზიანებისკენაა მიდრეკილი, ის საკუთარ სულსაც ავნებს და სხვებშიც შფოთს შეიტანს თავისი მრისხანებით. მრავალი წლის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ თუ იკონომოსი ხარ, ისე უნდა გიყვარდეს ადამიანები, როგორც დედას უყვარს შვილები. ხოლო თუ ვინმე ურჩი გამოერია, მისთვის გულმოდგინედ უნდა ევედრო ღმერთს. უფალო შეაგონე შენს მონას, შენ გიყვარს იგი. მაშინ შენი ლოცვა არგებს მას და შენ თვითონაც მიხვდები, თუ რა სიკეთეა მუშებისთვის ლოცვა. კარგი იკონომოსი ყველას ეყვარება, იმიტომ რომ ყველა ადამიანს უყვარს, როცა ალერსიანად ექცევიან. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ არ უნდა ვიფიქროთ ცუდად ადამიანებზე, რადგან ამისათვის სული წმიდის მადლი განეშორება სულს. ხოლო თუ გვეყვარება ადამიანები, უფალი მოგცემს ლოცვას და შუაგულ სოფელშიც რომ ცხოვრობდეთ, სული შეძლებს განუწყვეტლივ შეღაღადებდეს ღმერთს.